ვისაც არ უნდა გაუკვირდეს, დასავლეთი ჩვენთვის უარესია დღესდღეობით ჩვენთვის ზოგადად დასავლეთი კი არა, აი ამერიკა ჩვენთვის უარესია. 35 წელიწადია უკვე როგორც აღმოჩნდა, მე სხვას დავცინოდი მაგას რო იძახოდა, მაგრამ ეხლა უკვე თვითონ მაგათი დოკუმენტური ფილმებით და მაგათი კვლევებით და მაგათი მონაცემებით აი ეს turning point-ი რო ნახოთ Netflix-ში რაც დევს დოკუმენტური სერიალი ნაციონალი კანდელა კი რომ მონაწილეობს ბატონოში, იქ პირდაპირ ყვებიან, ესე იგი რა ნაძირალები ვიყავითო და რევს ვაკეთებდით წესიერ ხალხს რაიმს უწყობდითო გადატრიალებებს, როცა არ იმსახურებდნო და სულ არ იყვნენ ეგეთი როგორ იმიცაც უქმნიდითო. პირდაპირ ცერეუს ყოფილით მაღალ ჩინოსნები ლაპარაკობენ მაგ სერიალში მაგას. ასე რომ მე ამას ჰაერიდან კი არ ვიძახი და ტელეარხ ობიექტივზე რომ რუსეთის აგენტები ლაპარაკობენ დასავლეთ და ამერიკას რო აგინებენ, მაგ პონჩი კი არ ვიძახი. უბრალოდ არანაირი მეგობარი ჩვენი დასავლეთი არც ამერიკა არ არის, მაგათ თავიანთი ინტერესები აქვს, თავიანთი ქვეყნის და მოსახლეობის მეტი მაგათ არცეც არაფერი არ აინტერესებს და იმის მიხედვით მოქმედებენ. ყველაფერს რასაც ტკბილად და მეგობრულად გველაპარაკებიან, რომ ვითომ ჩვენი მეგობრობით აკეთებენ. ეს არის სულ სიაფანდი, მეგობრობით კი არა, თავისი ინტერესით აკეთებენ. ინტერესი რო არ გქონდეთ, აი აფრიკის ქვეყნებში რო ფქვილი ჩააქვთ გემებით, ხო იცით, აი მუცელგაბერილი ბავშვები რო შიმშილისგან მუცელდაბერილები რო არიან, ბუზები რო აждდება და ესეთი საწყალი რაღაც ტომები რო აფრიკაში, ხო იცით და ფქვილი რო ჩააქვთ, ფქვილი და წყალი. აი ესე ფქვილს თუ მოგვაწვდიდნენ, რომ შიმშილით რო არ მოვკვდეთ მაქსიმუმ. ინტერესი რო არ გქონდეთ ჩვენი და მარტო დახმარება რო უნდოდეთ. დანარჩენი ყველაფერს რასაც აკეთებენ, ჩვენ დასათრევად აკეთებენ. ამიტომ ეს ოპოზიცია, მაგათი აგენტები ვინც არიან, შენზე უკეთესი არცეთი არ არის. შენ რუსეთის ინტერესი ხარ, ისინი ამერიკის ინტერესი არიან და ნუ ეხლა სალომე საფრანგეთის სპეცსამსახურია. მაგრამ შენ ისეთ ტყილებს ლაპარაკობ, იმიტომ რომ აიჭერი უკვე რა გინდა რომ მაგათ აჯობოდა. შენ რაც ხარ და ისინი რაც არიან, ხო, ის ვიცით ხალხმა რა. ვიცით ყველა თუ ვინმე არ იძახის, მაგას არ იძახის, იმიტომ რომ რაღაცა მიზეზების გამო და მე არანაირი მიზეზი არ მაქვს, ყველაზე მკიდია ყველაფერი და ვიძახს სიმართლეს.